გამარჯობათ, ჩვენ ახლა ვისაუბრებთ LGBT საზოგადოებაზე. ანუ LGBTQIA თუ რაღაც გაგრძელებებია კიდე, ანუ სექსუალური უმცირესობები და სექსუალური უკუღმართობები, ესე უწოდებდი მე. ანუ იქ პლუსი აქვს კიდე ბოლოში და იქ კიდე ვიღაცებს ეძებენ ახლა იქ არ ყოფნით რაც არიან ესენი გაუკუღმართებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი და იქ ზოგი ზოოფილია თუ ზოგი გეია თუ ლესბოსელია თუ რაც არის და იქ კიდე პლუსი დაუმატეს, რომ კიდე ეძებენ გარყვნილობებს, რომ რაც შეიძლება მეტი გარყვნილობები შემატონ, ასე ვთქვათ, ამ საზოგადოებას. თუ შეიძლება ესე უწოდოთ. ზოგადად ამ თემაზე ძალიან ნაკლებია აკადემიური საუბარი და ძალიან ნაკლებია განხილვა, ნორმალური განხილვა არის ძალიან ნაკლები. ალაპარაკებენ ვიღაც ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას, გარდა პროფესიონალებისა და ექიმებისა, ხო? ეს სექსუალური გაუკუღმართებული ქცევა იყო ავადმყოფობა თუ არ ვცდები 76 წლამდე და მერე 1976 წლამდე და მერე ეს ამოიღეს, ასე ვთქვათ. და ამის არგუმენტად მოყავთ ის, რომ თვითონ ადამიანი არის, ესე იგი, უმაღლესი არსება მოაზროვნე და თვითონ შეუძლია რაღაც გადაწყვიტოს, ვინ არის ის და ასე შემდეგ. ეს ცოტა სასაცილოა, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ აღრეული იქნება ყველაფერი. ახლა მაგალითად მამაკაც შეუძლია თქვას, რომ ის არის ქალი და გავიდეს სადმე ბოქსის რინგზე დაუშვათ ან სხვადასხვა რაღაც შეჯიბრებებში, სულ მამაკაცები ძალის მიერში მით უმეტეს სულ მამაკაცები იქნებიან, ხო? და თქვენ გესმით რას გულისხმობ. ამიტომ ამ ხალხთან ესეთი საუბრები, ამ ესეთი რაღაც არგუმენტაციით შეიძლება არ იყოს დამაჯერებელი. ამიტომ მე გასწავლით რა მიმართულებით უნდა ესაუბროთ ამ ხალხს. მოგეხსენებათ კაცობრიობის ისტორიაში, ანუ ევოლუციის პერიოდში, მთლიანად დედამიწაზე ცოცხალი ადამიანების ევოლუციის პერიოდში, ყველაფერი ის, რაც კარგავდა თავის ფუნქციას, იკარგებოდა და ნადგურდებოდა. ანუ ის უკვე აღარ აგრძელებდა თავის შემდგომ განვითარებას. ასეთი მაგალითები არის ძალიან ბევრი, როდესაც მთლიანად გარკვეული ცხოველების სახეობები დაიკარგა, ხო? იყვნენ რაღაც ცხოველები, რომლებიც აღარ არსებობენ. ზოგი 100 წლის წინ მოისპო, მაგალითად ახლა გამახსენდა სუმატრის მგელი, იყო ასეთი, რომელიც უკვე აღარ არსებობს. იმიტომ რომ მას აჯობა სხვამ და სხვამ გააგრძელა თავისი შტო, თავისი ჯიში, ასე ვთქვათ. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ LGBT საზოგადოებაში, ისინი მათ არ აქვთ განვითარების პერსპექტივა, იმიტომ რომ ისინი არ წარმოშობენ შთამომავლობას. მაშასადამე მარტივად რომ ვთქვათ, მათი ცხოველ ყოფილობა არის ჩიხი, ბიოლოგიური ჩიხი და სიკვდილი ბოლოს. მათი განვითარება შემდგომ უკვე არ ხდება. მათი ურთიერთდაკავშირება და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება არის უკვე ჩიხი, იმიტომ რომ იმის იქით გზა არ არის. არ ხდება მათი გამრავლება და მათი სიცოცხლე არ გრძელდება. ეს არის უტყუარი არგუმენტი იმისათვის, რომ ვთქვათ, რომ ეს არის ბიოლოგიურად არანორმალური კავშირი. რომ ეს არის ბიოლოგიურად არანორმალური სექსუალური ორიენტაცია. იმიტომ რომ ამათი ურთიერთობა არის
სიცოცხლის დასასრული. ამიტომ აქედან გამომდინარე საერთოდ არ არის საჭირო პოლემიკაში შესვლა ამ ხალხთან რაღაც მოგონილ ადამიანის უფლებებზე, ამ უფლებებზე მე თქვენ კიდე ცალკე გესაუბრებით, არავითარი ადამიანის უფლებები არ არსებობს. ეს არის მოგონილი პირიქით ადამიანის უფრო უფლებობაში ჩავარდნისთვის. ამიტომ არ არის საჭირო არანაირი კამათი ამ ხალხთან, პირიქით ამათი წამალი არის იგნორი. რაც უფრო მეტად დაიგნორებთ ამ ხალხს, მით უფრო მოიგებთ თქვენც და მით უფრო ნაკლებად განვითარდებიან ისინი. ეს არგუმენტი არის მათთვის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომ მათ იქით სიცოცხლე უკვე აღარ გრძელდება. აქედან გამომდინარე ეს არის არაბუნებრივი, ეხლა რო არ ვისაუბროთ რაღაც არაქრისტიანულზე თუ არა მორალურზე, ეხლა ეს არგუმენტები მათთვის საერთოდ არ არსებობს. ეხლა რა მორალზე უნდა ისაუბრო და რა ქრისტიანობაზე უნდა ისაუბრო ამ ხალხს, ხო? ეგ არის გამორიცხული. ამას ისინი არ მიიღებენ არანაირად. ერთადერთი ნორმალური აკადემიური არგუმენტი არის ის, რომ მათ ურთიერთობას არ აქვს მომავალი, რომ ეს არის ფიზიოლოგიური ჩიხი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს. გააკეთეთ დონაცია და აფინანსეთ არხი, რომ უფრო მეტად განვითარდეთ და მე გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება და თქვენი ფიქრები უფრო საინტერესო გახდება.